იღუმენი ნიკონი, ცხონება, წერილი მეორე. ძვირფასო დედაო ვალენტინა, მადლობას გიხდით ხსოვნისა და კეთილი სურვილებისთვის. მე უკეთ ვარ, რევმატიზმის წინამდებ ძალიან მიშველა, ხრუბელამ, ბადიაკამ, მაგრამ მაინც ერთავად ძლიერ სისუსტეს ვგრძნობ. აგვისტოდან მოყოლებული ჩვენთან დიდი ამბებია, დიდ სახლს ვაშენებთ, აბანა უკვე მოვაწყვეთ. რამდენჯერმე მოგვიხვდა მოსკოვში ჩასვლა კანკელისა და სამშენებლო მასალებისათვის. მუშებთან დაკავშირებით დიდი გასაჭირია. ნიკოლოზობას ჩვენთან ეპისკოპოსმა ჩაატარა მსახურება. ისევ ამაუება და სულ ასე ბრუნავთ და ტრიალებთ. სულით ვცივდებით. უდაბნოში გაქცევა დაგვრჩენია, მაგრამ უდაბნო დღეს აღარ სადაა. საკუთარ თავში განმარტოება კი არც ალგვიცი. ამიტომ და სხვა მიზეზებითაც ღმერთმა გვაშოროს ყოველგვარი სტუმრები, მათ შორის მარიშა და კატიაც. მათ და ყველა ჩვენგანსაც აქ ჩამოსვლა ზიანის მეც არაფერს მოუტანს. ეს ნამდვილად ასია და ამას თვითონაც უნდა მიხვდნენ. ჩემთვის სულ უფრო აშკარა ხდება კაცობრიობის ღრმა დაცემა. აქედან კი მაცხოვრის უფალი იესო ქრისტეს მნიშვნელობა. საქმეებით ვერც ერთი სული ვერ ცხონდება. საშველი ერთია, ქრისტე, რომელიც აცხონებს მათ, ვისაც წამს იგი და აღიარებს მაცხოვრის საჭიროებას. ესე იგი, საკუთარ თავს ცათასასუფევლისთვის უღირსად მიიჩნევს. სწორედ იმისთვის მოვიდა იესო ქრისტე, რომ ასეთი ცოდვილებისთვის სინანულისა და ცხონებისკენ მოეწოდებინა. წმინდა ეგნატეს ბრიანჩანინოვის მთელი მეორე ტომი ზოგადად ლოცვას და იესოს ლოცვას ეძღვნება. თუ მეორე ტომი გაქვთ, პირველი უკვე აღარ გჭირდებათ და საერთოდ დროა შინაგანი მასწავლებელი გყავდეთ. ცოტ-ცოტა წმინდა მამათა გამონათქვამები იკითხეთ ეგნატეს ბრიანჩანინოვის პატერიკში. თუ თქვენ იგი არ გაქვთ, ლიზას აქვს, მე 3 წლის წინ ვაჩუქე. ეს წიგნი სულიერად ძალიან განამტკიცებს ადამიანს. ლიზას გადაეცით, რომ აღარ ის კითხვის დასმა იმაზე, რაც შესაძლოა არც კი მოხდეს. როცა საჭირო იქნება, მაშინ მკითხოს და იქნებ უფალმა მიკარნახოს სწორი პასუხი. თორემ ახლა თავის და საზიანოდ უფალსაც განცდის და მეც. უფალმა გაკურთხოთ ყველანი და გასწავლოთ და განუგეშოთ. შემინდეთ მე ზარმაც. იმედი მაქვს, რომ გაზაფხულზე ჩამოვალ თქვენთან, საქმე მაქვს. მინდოდა ქვედამემთავრებინა წერილი, მაგრამ გადავწყვიტე რამდენიმე სიტყვა კიდევ დამეწერა. მთელი კაცობრიობა და ყოველი კაცი ღრმა დაცემისა და დაზიანების მდგომარეობაში იმყოფება. თვითონ ადამიანს კი არ შეუძლია გამოასწოროს და აცხონოს საკუთარი თავი და გახდეს ღირსი ღვთის სასუფევლისა. კაცის გამოსწორების საქმეს უფალი იესო ქრისტე აღასრულებს, რომელიც სწორედ ამისთვის მოვიდა სოფლად. მაგრამ უფალი გამოასწორებს ხოლო იმათ, ვისაც წამს ქრისტე და აცნობიერებს თავის დაზიანებას, ანუ ცოდვილობას. როგორც ჩვენ უფრო მიჩვეულები ვართ, უწოდოთ. უფალი ასეც ამბობს, არა მოვეწოდებათ მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად. ესე იგი, მათ საცხოვნებლად, ვინც დაინახა თავისი დაზიანება და ცოდვილობა, თავისი უძლურება საკუთარი თავის გამოსწორების საქმეში და უფალი იესო ქრისტეს მიმართა შეწევნისთვის. უფრო სწორად, ვინც ევედრება უფალს შეწყალებას, ცოდვის სულისკეთროვანების განკურნებას და ღვთის სასუფევლის მონიჭებას, მხოლოდ და მხოლოდ ღვთის მოწყალებით და არა რომელიმე ჩვენი კეთილი საქმისათვის. სულიერ გზაზე სწორად მავალი იწყებს სულ უფრო მეტი ცოდვის ხედვას საკუთარ თავში, ვიდრე ბოლოს და ბოლოს თავს სულიერი ხედვის მეშვეობით მთლიანად ცოდვაში ჩაფლულად, კეთროვნად არ დაინახავს, ვიდრე მთელი გულით არ იგრძნობს, რომ იგი
ტალახი და ჭუჭყია, რომ არ არის ღირსი ღმერთის სახელის ხსენებისა, არამედ მეზერვის მსგავსად ვერ კადნიერდება, ზეცად აღაპყროს თვალი და მხოლოდ გულის ტკივილით ღაღადებს. ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას. როდესაც კაცი დიდხანს რჩება ამგვარ სულიერ მდგომარეობაში, თავის დროზე გამართლებული გამოვა ექედან, ისევე როგორც მეზვერე გამოვიდა, ხოლო თუ თავის თავს კარგ ადამიანად მიიჩნევს, ცალკეულ თუნდაც მძიმე ცოდვებს კი შემთხვევითობად, რომელშიც იმდენად თვითონ არ არის დამნაშავე, რამდენადაც ადამიანები, გარემოებები ან და ეშმაკები. ასეთი მდგომარეობა ყალბია. ესაა აშკარა ან ფარული ცდომილების მდგომარეობა, რომლისგანაც გვიხსნას უფალმა ჩვენ ყველანი. იმისათვის, რომ სწორი გზით ვიაროთ, თვალყური უნდა ვადევნოთ თავს, ჩვენი სიტყვები, საქმეები, გულის სიტყვები, მიდრეკილებები ქრისტეს მცნებებს შევადაროთ. ამასთან მოვეშვათ თავის მართლებას, რამდენადაც ძალგვიც ვეცადოთ გამოვსწორდეთ, არაფერში დავადანაშაულოთ და არ განვიკითხოთ სხვები, შევინანოთ უფლის წინაშე, დამდაბლდეთ ღვთისა და კაცთა წინაშე. ასეთ ადამიანს უფალი თანდათან დაანახებს მის დაცემას, მის დაზიანებას, მის გადაუხდელ ვალს. მავანს 500 დინარი აქვს ვალი, მეორეს კი 50, თუმცა ორივე მათგანი უღონოა, რომ ვალი გადაიხადოს. საჭიროა, რომ უფალმან თავისი მოწყალებით მიუტევოს ორივეს, ესე იგი, ამ ქვეყნად არ არსებობს ისეთი მართალი უფლის წყალობა, რომ არ ესაჭიროებოდეს. და აი სიბრძნე ღვთისა, აშკარა ცოდვირს უფრო შეუძლია მივიდეს ღმერთამდე და ცხონდეს, ვიდრე გარეგნულად მართალს. ამიტომაც თქვა უფალმა იესო ქრისტემ, რომ მეზვერენი და ფარისეველნი შეუძღვებიან ღვთის სასუფეველში გარეგნულად მართლებს. ღვთის უდიდესი სიბრძნის წყალობით ცოდვები და ეშმაკები კაცის დამდაბლებას შეეწევიან. ამის მეშვეობით კი ცხონებას. აი რატომ არ ბრძანა უფალმან ჯეჯილიდან სარეველას გამორჩევა. სარეველას გარეშე ადვილად გაჩნდებოდა ამპარტავნება. ღმერთი კი ამპარტავნებს წინ აღუდგება. ამპარტავნება და მაღლად ბრძნობა კაცისთვის დამღუპველია. რა დასკვნა გამოგვაქვს აქედან? შეიცანით თქვენი უცლურება და ცოდვილობა. ნურავისგან იკითხავთ, თავს თუ იმართლებთ, დამდაბლით და უფალი აგამაღლებთ თავის დროზე. ღმერთო, გვილხინე ჩვენ ცოდვილთა ამათ, შემინდეთ და ილოცეთ ჩემთვის. ეს წერილი ყველასთვისაა განკუთვნილი. 1952 წელი.